საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. საღამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა მე ნანა რობაქიძე ვარ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ შალვა მობრძანებისთვის. პირველი კითხვა შეეხება რა თქმა უნდა განათლების რეფორმას და იმას თუ როგორ შეეხო განათლების რეფორმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მაგრამ ვიდრე პასუხს გასცემდეთ ამ კითხვას, მე მინდა სრულიად საქართველოს და ზოგადად დედამიწის ქალბატონებს მივულოცო დღევანდელი დღე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ქართული დღესასწაული საქართველოში დაწესებული და ძალიან მინდა რომ ყოველი დღე იყოს დედის დღე და არა ერთი რომელიმე გამორჩეული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უერთდები თქვენ ამ შესავალს და ყველა დედას ვულოცავ დედის დღეს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქართველოში ვულოცავ ყველა დედას. ამერე მთელ სოფლიოში, სხვადასხვა ეს დედის დღე ქალბატონ რუსიკო ბერიძის ინიციატივით არის გაკეთებული. ქალბატონ რუსიკო ბერიძე ჩემი ლექტორი იყო და აი ეს პერიოდში ზუსტად ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ეს დღე დაარსდა, ესეთი დღე საქართველოში და ნამდვილად მისასალმებელია და ნამდვილად ჩვენებმა ყოველთვის ის უნდა გავაკეთოთ, რომ დედები ყოველთვის ბედნიერები იყვნენ. აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონ შალვა. ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდებით გადაცემის მეორე ნაწილში. ახლა უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ შეეხო განათლების რეფორმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მოდით პირველ რიგში ვთქვათ, რომ ეს განათლების რეფორმა არის აუცილებელი. არა მარტო უმაღლეს სკოლაში, არამედ სკოლაში და ყველგან. ეს არის აქსიომა. ამას რა თქმა უნდა არ ჭირდება არავითარი მტკიცება. როგორ შეეხო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ნამდვილად ვიტყვი, რომ ჩვენ ალბათ იმ ფონზე, რომ ქუთაისი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ჰაბი, ჩვენ კარგ მდგომარეობაში ვართ, ნამდვილად ძალიან კარგ მდგომარეობაში ამას ვიტყვი. არც ერთ პროგრამა პრაქტიკულად არ არის ამოღებული, არ არის შემცირებული. ყველა პროგრამაზე გვაქვს მიღება, ის კი არა არის პროგრამები, სადაც სტუდენტთა კონტინგენტი კიდევ უფრო მეტი გვაქვს მისაღებად ვიდრე გვქონდა. არის სადაც მოიკლო, რა თქმა უნდა, არის სადაც მოიკლო, მაგრამ ვიტყვი, რომ ალბათ ეს მოკლებაც სწორი არის, მე რომ მკითხოს ადამიანმა. განპირობებული საფუძვლებით. რა თქმა უნდა, მოდი აი თქვათ მოიკლო ქართული ენა ლიტერატურაზე, ამ მომენტში ისა 50 სტუდენტს მივიღებთ, 50-ს მოიკლო ინგლისურზეც, აქაც 50-ს მივიღებთ, მოიკლო ისტორიაზე, აქაც 50-ს მივიღებთ. აი ამ პირველი 50, ვინც მანამდე მოდიოდა, თქვათ ისტორიაზე იყო 80 ადგილი ჰქონდა. 80-დან 50 ყოველთვის განსაკუთრებულად უფრო მეტად მოტივირებული, ნიჭიერიც, მონდომებულიც, ყველაფერი და ყველაფერი. მეორე ნაწილი უფრო ნაკლებად მონდომებული და ესე და ანალოგიურად ქართულ ენა ლიტერატურის მიმართულებაზეც 50 სტუდენტიდან, მოდი ვთქვათ, ნახევარიც კი, თუ კი გამოვა ისეთი დიდებული მასწავლებლები, როგორც ჩვენ გვყავდა სკოლებში, მე ვიტყვი, რომ ეს არის იდეალური შედეგი. იდეალური. და ამიტომ მეტი კონკურენცია, მეტი მოტივი არის სტუდენტებისთვის უფრო მეტად ისწავლონ, თან სახელმწიფო აფინანსებს ყველა პროგრამას. ეს არის ძალიან დიდი რამ. არ ფინანსდებოდა მანამდე არც მედიცინა, ვთქვათ, არც სამართალი, არც საერთაშორისო ურთიერთობა, არც ინგლისური ენა, არც გერმანული, არც რუსული, არც აღმოსავლური ენები. აი, ვთქვათ, ფრანგულზე მოიმატა კონტინგენტმა 10 ადგილი ჰქონდა 12, მე თუ არ ვცდები მაქსიმუმ 10 კი ბატონო ესეა და ეხლა 20 ადგილი გვაქვს. 20 ადგილია გერმანულზე, 20 ადგილია რუსულზე, აქაც საგრძნობლად მოიმატა.
10 ადგილია არაბულზე, სპარსულზე და თურქულზე. აქაც მეტობა არის სპარსულზე განსაკუთრებით და არაბულზე და უბრალოდ ეს არის კარგი, პირველი რაც ყველაზე მეტად კარგია ისიც არის, რომ აკადემიური პერსონალის ხელფასი არ იქნება დამოკიდებული ჯგუფში სტუდენტების რაოდენობაზე. ანუ უნივერსიტეტში, ნებისმიერ უნივერსიტეტში სახელმწიფო 3 სტუდენტი იქნება თუ ჯგუფი სავსე იქნება თქვა 25 იმ ჯგუფს დააფინანსებს ლექტორს ხელფას დაუფინანსებს თავისთან ბოლომდე და ეს არის იდეალურად კარგი რამ და აქედან გამომდინარე უკვე ყველანაირად სტიმულირებული იქნება პედაგოგი რომ მაქსიმალური ცოდნა მოთხოვოს თავის სტუდენტს და ყველა პროგრამა შეფასდება იმ კურსდამთავრებულების დასაქმებით, რომლებიც თავისი პროფილით დასაქმდებიან. ეს იქნება განსაზღვრელი პირველ რიგში მომავალში ადგილების თითოეულ პროგრამაზე და აქედან გამომდინარე ეს მიდგომაც ძალიან კარგია. მატებარად შეეხება სამედიცინოზე 150 ადგილი გვაქვს სამკურნალოს რო ვძახით PBL-ს პროგრამაზე 150, მანამდე 60 ადგილი მქონდა. ბიზნეს ადმინისტრირებაზე 310 ადგილი გვაქვს, თავიდან 150 მქონდა, მაგრამ ეკონომიკამაც მოიგლო, ეკონომიკა 100 ადგილიდან 50-ზე ჩამოვიდა და ესე რომ ვთქვა, კარგად არის 2250 ადგილი გვაქვს ამ მომენტში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოყოფილი, სადაც ყველა დაფინანსდება. გასაგებია. ბატონ შალვა, გასაგებია რომ ეს ყველაფერი კვლევის საფუძველზე მოხდა, თქვენ ეთანხმებით განათლების სამინისტროს, რომ კარგად მიდის საქმე, მაგრამ მე ცალკე უნდა გკითხოთ დაწყებითების პრობლემა, სადაც მიღება საერთოდ არ იქნება წელს. როგორ მინდა რომ თქვა იცით, აი ყველა ბევრი ამბობს რომ ეს პირდა, მაგრამ როდესაც იგივე თქვათ ისტორიაზე, თავიდან იყო 20 ადგილი განსაზღვრული ქართულ ენა ლიტერატურაზეც, ინგლისურზეც, მაგრამ როდესაც მივედით და უთხარით, რომ ესე როგორი წარსულის, როგორი აწყოს პროგრამებია და როგორი მოთხოვნადია, იგივე ინგლისური ენა და ლიტერატურა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმდენად მაღალ დონეზე, როგორც ქართული ენა და ლიტერატურა, როგორც ისტორია ნებისმიერ პროგრამაზე ვიტყვი ამ ჰუმანიტარული მიმართულებით განსაკუთრებით, რომ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელს ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვრჩებით. ნამდვილად ვიტყვი ამას და როდესაც ვთქვით, მოხდა გადათამაშება ჩვეულებრივად. არავითარი პრობლემა ვთქვით, დავამტკიცეთ, რატო ვითხოვდით ამას ასეთი კონტინგენტით და შესაბამისად შეტანილი იქნა ცვლილება და ისიც ვთქვი, რომ 400 ადგილი ბიზნეს ადმინისტრირებაზე ჩემი გადასახედიდან უფრო ბევრია მეთქი. იყოს 90 ადგილი მოაქვს და ბიზნეს ადმინისტრირებაზე. 30 ადგილი გადანაწილდა ამ პროგრამაზე და აქედან გამომდინარე ჩვეულებრივად იქნება მიღებული. როდესაც არგუმენტირებულად ეუბნები და ითხოვ ყველა მოდის დიალოგზე და ყველა გეუბნება, რომ შესაბამისად შესაძლებელია ცვლილებები დაუშვათ და სამომავლოდ შეიძლება გადაიხედოს საკითხი. რაც შეეხება 300 კრედიტიანს, ეს კანონში ვერ მოხდა დროზე ცვლილების შეტანა და აქედან გამომდინარე შეიქმნა ეს პრობლემა. ეს არ არის მარტო ჩვენ უნივერსიტეტში, უბრალოდ ანამდე ყველა პროგრამა იყო, ანუ 240 კრედიტიანი და საბაკალავრო პროგრამა არის. ეს არის 300 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც უბრალოდ კანონში ცვლილებები ვერ მოხდა დროზე შეტანა და აქედან გამომდინარე წელს არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში საქართველოში არ ექნება მიღება ამ პროგრამას და კაისიდან ჩვეულებრივ იქნება და ეს პრობლემა არ იქნება არავისთვის. გასაგებია.
ბატონ შალვა, განათლების მინისტრი იმყოფებოდა ქუთაისში და მათ შორის ეწვია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს. იყო საკმაოდ მასშტაბური შეხვედრა უნივერსიტეტის თანამშრომლებთან, შედგა დიალოგი და საინტერესო ამ დიალოგის მეშვეობით როგორ მოხდა შეთანხმება, რაზეც თქვენ ახლა საუბრობდით, იგივე უნივერსიტეტის ლექტორებსა და განათლების მინისტრის წინადადებებს შორის, იმიტომ რომ მესმის რომ ძალიან ბევრი კითხვა-პასუხი იქნებოდა და რაც მთავარია, როგორია თქვენი შეხედულება ყოველივე ამასთან. პირველ რიგში მადლობას ვეთქვი როგორც განათლების მინისტრს, ასევე მინისტრის მოადგილეს ბატონ სვიათს, ბატონ გივის და ბატონ სვიათს ორთავის დამოკიდებულებისადმი, რომელიც გააჩნიათ მათ ქუთაისის მიმართ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ. შეხვედრა იყო ნამდვილად აუცილებელი, ნამდვილად ეს ინიციატივა ჩვენგან არ მოდის. თვითონ მინისტრიდან მოდის ეს და სამინისტროდან და არა მარტო ჩვენთან, ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს და ამ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოს იყო, ესე რომ ვთქვათ, წინაკვირა შეხვედრა იყო როგორც ბათუმში, ზუგდიდში და ჩვენთან და აქედან გამომდინარე, თუ კი რამე კითხვა უჩნდებათ ადამიანებს, არის პირველ წყარო შენი, ესე რომ ვთქვათ, რესპონდენტი და შეგიძლია მიიღო პასუხი იმ ადამიანებიდან, ვინც ამ რეფორმას ახორციელებს საქართველოში და ძალიან სწორიც არის. ბატონმა მინისტრმა საათზე მეტი ისაუბრა და თითქმის ყველა კითხვა, რაც იყო გონებაში მანამდე დაბადებული, ის უკვე ჩაიხსნა. ანუ სადაო საკითხი და პრობლემური დღის წესრიგში აღარ დარჩენილა. მაგრამ მაინც იყო, რა თქმა უნდა, კითხვები იყო, როგორ შეიძლება კითხების გარეშე და ორივე მხარე, ჩემი აზრით, კმაყოფილი დარჩა იმით, რომ ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს. ეს არის მთავარი და დაგვირდა ბატონი მინისტრი სამინისტრო ლაბორატორიებში ხელშეწყობას, ჩვენ ფოთში გვაქვს ფაკულტეტი საზღვაო სატრანსპორტო და იქ გათბობის გაკეთებას, კონდიცირების სისტემაზე ვართ გათბობა გაგრილებისთვის და ამასაც და იგივე აგრარული ფაკულტეტისთვის, იგივე საინჟინრო-ტექნიკური ტექნოლოგიური ლაბორატორიების შეძენას და ყველაფერში მხარდაჭერას დაგვირდა ბატონი მინისტრი. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. რა თქმა უნდა, ხელვანდელი ეს პროგრამები ვერ განვითარდება, თუ კი თანამედროვე ლაბორატორიები არ იქნება. განსაკუთრებით აგრარული, საინჟინრო-ტექნოლოგიური, იგივე ზუსტასაბუნების მეტყველო. ჩვენ სხვათა შორის გვაქვს ერთი ცენტრალიზირებული დიდი ლაბორატორიის გაკეთებას, რომელიც მოემსახურება მთელ უნივერსიტეტს, ესე რომ ვთქვათ, ყოფილი ტექნიკური უნივერსიტეტის, ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრი და იქ ვფიქრობთ ამ ლაბორატორია საკმაოდ სერიოზული სამუშაოც აქვს გაწეული, ფართი მოწესრიგებულია და ეხლა თანდათან დავიწყებთ ამის შევსებას ყველაფრით იმ აპარატურებით, რაც ჩვენ გვაქვს ადგილზე და პლუს იმის შეძენით, რაც არის აუცილებელი და რასაც სამინისტრო გვიდგას მთლიანად გვერდით. გასაგებია, მიხარია ბატონ შალვა, იმიტომ რომ რაზეც თქვენ საუბრობთ, ბუნებრივ ეს არის სტუდენტების, აბიტურიენტების დაინტერესება, სამომავლოდაც, ფოთის ნაწილი ახსენეთ, დიახ და ესეც საინტერესოა, იმიტომ თავის დროზე, როდესაც იქ კეთდებოდა, ასე ვთქვათ, კათედრა და იქმნებოდა სივრცე სტუდენტებისთვის, ამასაც ზოგი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ კარგად არის იქ მოწყობილი ქალბატონი ალი ხარბედია ხელმძღვანელობს მას, ძალიან კარგი მოტივირებული ქალბატონია ეს ქალბატონი და უკვე ამ ფაკულტეტზე, ფოთის ფაკულტეტზე საერთო ჯამში სადღაც 300-ის ფარგლებში ყავს სტუდენტი და ეს არ არის მცირე ციფრი, რა თქმა უნდა და თუნდაც ისიც შემიძლია ვთქვა, რომ გარე მობილობა ეხლა რომელიც დამთავრდა და საკმაოდ კარგი
შედეგი ჰქონდა, სადღაც 30 სტუდენტი მინიმუმ გადმოდის ფოთში გარე სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან საქართველოს. დიახ, ეს ტენდენცია ვიცით, ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს და მიხარია ასევე რომ იქ უკვე სხვანაირი აღჭურვილობა იქნება, ტექნიკური თვალსაზრისით გაიმართება სივრცე, სადაც სტუდენტები არიან და კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდება ალბათ სტუდენტების მხრიდან. გარდა იმისა, რომ თქვენ ხვდებით განათლების მინისტრს, გარდა იმისა, რომ არის ახალი სიახლეები ყოველი კუთხით აბსოლუტურად, ასევე თქვენ გაქვთ პროექტები, მიმდინარე პროექტები, რომელიც ხორციელდება, საინტერესო ამ პროექტების შესახებ გვითხრათ და როგორც ყოველთვის სიამაყით აღნიშნოთ თუ რა მოხდა 2025 წელში, იმიტომ რომ უკვე 2026 წელს ვართ და აი 2026-ში რა იგეგმება, რა გველოდება? ხო, რა ვიცი, რა მოხდა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ მოხდა კარგი, ბევრი რამ გავაკეთეთ. სხვათა შორის, ეხლა ტელევიზიაში ვარ და ვიტყვი, დოკუმენტური ფილმების სერია გავაკეთეთ ქუთაისთან დაკავშირებით. რას გულისხმობთ? აი, მაგალითად, რას გულისხმობთ, ვთქვათ, სხვადასხვა შენობა ნაგებობებზე საუბრობენ ისეთი ადამიანები და გიყვებიან ამ ისტორიას, ვინც ყველაზე კარგად იცის პრაქტიკულად. ბატონი მერაბი არქივის დირექტორი რო გესაუბრება. რა თქმა უნდა, ბატონი მერაბ გეზევაძე. როდესაც ბატონი ელგუჯა თავბერიძე გესაუბრება, იგივე ბატონი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ბატონი იმერ ბასილაძე რო გესაუბრება. სხვათა შორის ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი, ბატონი მამუკა აშვეთია, რომელიც ებრაელების საკითხებთან დაკავშირებით იმდენად არის გათვითცნობიერებული, იმდენად სიღრმისეულად აქვს, რომ მისი საუბარი არის ძალიან სასიამოვნო, მოსასმენი და აი ეს არის კიდე ბევრი სხვებიც არის, დაახლოებით 9 სერია გვაქვს გაკეთებული და თითეული სერია რაღაც 45 წუთის ფარგლებში არის. და ამის გაგრძელებაც გვინდა. აი, სტუდენტები აკეთებენ, სხვა ვინმე კი არ აკეთებს. ძალიან საინტერესო იქნება, მით უმეტეს იმ ქუთაისში, სადაც ავტენტურობის შენარჩუნება, თითოეულის არამხოლოდ ვალის სურვილიც არის და დიდი სიყვარულით და მოფერებით იგივე მეორე სკოლასთან დაკავშირებით, პირველ სკოლასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებით, იგივე ჩვენი უნივერსიტეტის შენობასთან დაკავშირებით, რომელიც ცნობილი გერმანელი არქიტექტორის შულცის ნაზრებია, ესე რომ ვთქვათ, და მისი შემოქმედება და ეს ყველაფერი და დარჩება შთამომავლობას მე მგონი და აი მას ვაკეთებ. და ჩვენი ხიდები აიღეთ. კი ბატონო, იგივე. ეიფელის პროექტის მიხედვით რომ არის გაკეთებული. კი ბატონო, თეთრი ხიდი. რა თქმა უნდა, თეთრი ხიდი. სხვათა შორის ჯაჭვის ხიდის იქ ნახიდარი ადგილი მე-5 საუკუნით თარიღდება. მე-5 საუკუნით. და მერე უკვე მე-18 საუკუნე და ასე შემდეგ და ესეთი ისტორიები და ამის გაგრძელება გვინდა. ძალიან საინტერესო იქნება მსგავსი ფილმების ჩვენება ალბათ ჩვენთან ტელევიზიაში და რაც შეიძლება მეტი საზოგადოების ნაწილი ნახავს და თუ კი ეს მოხერხდება, რა თქმა უნდა, ქალბატონ თამართან შეთანხმებით ვფიქრობ, რომ ბევრი მაყურებელი ეყოლება. კი ბატონო. კონფერენციების ჩატარებები ბევრი ქონდა, ბევრს გავაკეთებთ კიდე. მე თქვენთან კი ვისაუბრე ისრაელში რო ვიყავით და იქიდან რო ჩამოვიტანეთ არქივი და ამ არქივის უნიკალური არქივი რომელმაც ვინა დაიდო ჩვენთან. კი ბატონო, ეხლა ამას გაგრძელება მოყვა უკვე. დიახ, გითხარით. და ახალი არქივები ჩამოდის უკვე კიდე. ისევ. და იმასე მეტი არანაკლებ მასალა კიდე უკვე ჩამოდის და სხვა დიდებული ადამიანები წირავენ უნივერსიტეტს ამ არქივებს და ეს არის ძალიან მისასალმებელი და კიდე გვიწევს ერთი წასვლა, იმედია მშვიდობა იქნება ისრაელში და დედამიწაზე ზოგადად და კიდე უნდა ჩამოვიტანოთ და აი დიდი საერთაშორისო კონფერენცია გვექნება 4 მაისს. ქართულ-ებრაული ურთიერთობების უნივერსიტეტში. რა თქმა უნდა და
რა თქმა უნდა თქვენი ტელევიზია მოწვეული იქნება 4 მაისს. ეს არ არის მარტო 4 მაისს მთელი 5 თვეული კი ბატონო და ეს სტუმრები ჩამობრძანდებიან 2 მაისოდ და ასე შემდეგ. ანუ 2 მაისის ფარგლებში უკვე დაგეგმილია ღონისძიებები, რომელიც უნივერსიტეტში გაიმართება. ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი კონფერენცია გვექნება კიდე ნიკო მუსხელიშვილის 135 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი დიდი საერთაშორისო კონფერენცია და ბევრი ესეთი ღონისძიებები გვექნება. რომელთაც საკმაოდ დიდარია ჩვენი უნივერსიტეტი და ტრადიციები არსებობს. რა თქმა უნდა და ეხლა გუშინ მაგალითად ჩვენ ჩართული ვიყავით ქართული ენის მემართულება იყო და ქართული ენა ლიტერატურის მემართულება ყარსის უნივერსიტეტმა ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ესე რომ ვთქვათ თავარი სკრიპკა ჩვენი უნივერსიტეტი იყო ქართველოლოგიის მემართულებით, ბატონი ავთანდილ ნიკოლეიშვილი ხელმძღვანელობდა ამ საქმეს და დიდი ვერმუხა. კი ბატონო, ესეთი ბევრი ჩართულებები გვაქვს. ეხლა სტუდენტებსაც გავუშვებთ საზღვარგარეთ უკვე წავიდა 23 ეს საინტერესო იყო ცალკე თემად მქონდა მონიშნული, მაგრამ რა თქმა უნდა დამასწარეთ. კი ბატონო, 23 სტუდენტი გაცვლითი პროგრამით წავიდა ერასმუსით კიდე სწავლენ ხა თურქეთში, სწავლენ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ზაფხულში პრაქტიკებზე, როგორც რიზეს უნივერსიტეტში, რომელსაც უდიდესი სამედიცინო ბაზა აქვს, ნამდვილად უდიდესი, ასევე გირესუნის უნივერსიტეტში სწავლენ და ბევრი ესეთი რაღაცები იგეგმება და გვაქვს გეგმები იმისა, რომ ერთი ყველანაირად ვცდილობთ, რომ მაქსიმალური ცოდნა მივცეთ ჩვენ სტუდენტებს, მაქსიმალური და ხელი შეუწყოთ ყველას. მით უმეტეს ეხლა ამ გამოწვევების ფონზე ეს რო არ გავაკეთოთ, ნამდვილად არ ვიქნებით მართლები და ის ნდობა რაც იქნა ჩვენს მიმართ გამოცხადებული, ამას თუ ვერ შეასრულებ, მე ვიტყვი რა კაცი ხარ მაშინ და გასაგებია და აბსოლუტურად გეთანხმებით. ბატონ შალვა, ერთი კითხვა ისევ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ბევრ უცხოელს ვხედავთ საქართველოში და არა მხოლოდ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხვა ამასთან დაკავშირებით. საინტერესო არა უცხოელებთან დაკავშირებით. მათი მიღება როგორ განხორციელდება? მათი მიღება თავიდან ითქვა კი არ იქნებიან, მაგრამ მე აი როდესაც ამტკიცებ არგუმენტები თქვენკი, იმას ვამბობ 5% უნივერსიტეტის ქოთის შეიძლება მივიღოთ უცხოელი სტუდენტები ამ მედიცინის პროგრამაზე. და ამ სტუდენტების რაოდენობა იმ რაოდენობაში შევა, რომელიც საერთო იქნება დამატებული ცალკეა. ძალიან კარგი. ანუ იმ 2250-ში ეს რაოდენობა არ შედის. გასაგებია. არ შედის. და ეს იქნება აბსოლუტურად ყველა ფაკულტეტზე თუ ჩვენ მაინც ძირითადად სამედიცინო ფაკულტეტზე ყავს. შევედეთ მედიცინის ფაკულტეტზე მაქვს კიდე გვაქვს განათლების მენეჯმენტი, აქაც სწავლობენ, ინფორმატიკამაც გაიარა, აკრედიტაცია, მაგრამ წელს ამის გამოცხადება არა გვაქვს ინგლისურ ენაზე. და ეხლა ენერგეტიკის პროგრამა ჩაეშვება მალე ინგლისურენოვანი და გვინდა უფრო მეტი პროგრამები ამ ხრივ შევთავაზოთ ჩვენ სტუდენტებს და ჩემი მიდგომაც არის რომ მაქსიმალურად მეტი შესაძლებლობა მიეცეთ ჩვენ სტუდენტებს რომ ორმაგი დიპლომები აიღო. ჩვენ გვაქვს ამ მომენტში ვაცლებთ ლაკვილას უნივერსიტეტიდან ორმაგ დიპლომს მშენებლობის მიმართულებით, მათემატიკის მიმართულებით, სილეზიის უნივერსიტეტი პოლონეთი საინჟინრო მიმართულებით, სატრანსპორტო მიმართულებით, ასევე საფრანგეთი რუანის უნივერსიტეტი და გვაქვს ეს შესაძლებლობები და კიდე უფრო მეტი მინდა, კიდე უფრო მეტი პროგრამის სტუდენტებს მიეცეთ ამის შანსი და ეხლა მეტი დატვირთვა მინდა გავაკეთო განსაკუთრებით ჰუმანიტარული მიმართულებით.
ეხა ქართული ენა ლიტერატურა რა თქმა უნდა ეს გაჭირდება, იმ თვალსაზრისით დომინანტი ჩვენა ვართ და ვისთან უნდა აიღოს, მაგრამ იგივე ფრანგულში, იგივე ინგლისურში, იგივე გერმანულში, იგივე რუსულში ამის მიღწევა ნამდვილად შეიძლება და ამას აუცილებლად შევძლებთ. ამის საფუძველი უკვე არსებობს, ბატონ შალვა. დაწყებულია, რა თქმა უნდა. დაწყებულია. ჯერ არ ვამბობ არაფერს. ვიდრე გადახდები, ხოპ არ უნდა თქვა. გასაგებია. მაგრამ ნაწილობრივ უკვე მაინც გითხარით ამის შესახებ. აი, თუნდაც ახლა ისრაელის უნივერსიტეტებთან დამეგობრების საშუალებები გვაქვს. ესეც ბატონი აბრამ საპირის უდიდესი მხარდაჭერით სრულდება და ხორციელდება, როგორც თელ-ავივის, ასე ხაიფას უნივერსიტეტების და იქ ზუსტად მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის გვინდა ორმაგი დიპლომები და ასე შემდეგ. ანუ აქ უკვე ეს არის დადგენილი, ეს ვიცით უკვე, ეს წერტილდასმულია, ხომ? რომ ისრაელში შეეძლებათ ჩვენ სტუდენტებს წასვლა, რაზეც ახლა არა, ჯერ არ ვამბობ მეთქი. ჯერ არ ამბობ, მაგრამ დამწყნარდეს დედამიწაზე სიტუაცია. ეს თავისთავად როგორ განვითარდება, კი ბატონო. კი ბატონო, რაც შეეხება კულტურული კუთხით უნივერსიტეტში სტუდენტების აქტიურობას, სხვა ღონისძიებები მაქვს ხედველობაში მათი მეშვეობით, დაუშვათ იგივე ძალიან ბევრი სტუდენტი ვიცით ჩვენ, რომლებიც სხვა თემაზე მუშაობენ, მაგისტრატურაში აგრძელებენ მუშაობას. აი მაგისტრატურის საკითხი როგორ იქნება? კარგი, კულტურასაც ვისაუბრებ. დიახ და ხუჩაბადს ვატარებთ ღონისძიებას გაზაფხული შემოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ ქალბატონების მოფერებას ვაკეთებთ და სხვათა შორის ნამუშევრების გამოფენა იქნება ჩვენი სტუდენტების. აჰა. თან ამ დღეს და ეს პირველად ხდება თუ ამას აქვს უკვე ტრადიცია. რა თქმა უნდა. ანუ ესეთი სტუდენტები იმასაც გეტყვით ხო ეხლა ის იყო დაახლოებით 2-3 კვირის წინ ჩვენმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს რესპუბლიკურ კონკურსში თბილისში ზუსტად ჰუმანიტარებმა და საკმაოდ მათი ესეები რო იტყვიან ყველაზე ის იყო რა კარგები და თვალსაჩინოც და პირველი პრიზები აიღეს. ძალიან კარგი. ესეთი ბევრია. ნუ ცეკვის ანსამბლი ჩვენი ეს ყოველ წელს გასტროლებზე რო დადის და ნამდვილად წარმომჩენია არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ ქუთაისის და საქართველოსიც, ამასაც ვიტყვი ადილა გვაქვს კიდე 30 წლის არის წელს. კი ბატონო, უზომოდ შეყვარებულია ბატონი მაისერი და ბატონი ედვარდი თავიანთ საქმეებზე. ბატონი ედვარდი არის კოლხას ხელმძღვანელი და ბატონი მაისერი არის აქეთ ადილას ხელმძღვანელი. ჩვენ გვაქვს ჩვენი თეატრი. დიახ. კი კალბატონი თამარი საგინაძე ხელმძღვანელობს და ძალიან კარგი სპექტაკლებს დგამენ და ძალიან კარგად. მე სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ეხლა გადავხვესავით 90 წლის იუბილე, როდესაც იყო ჩვენი უნივერსიტეტის ძალიან დიდი დელეგაციები იყო სტუმრად ჩამოსული არა მარტო საქართველოსდან, არამედ უცხოეთიდან და მაშინ მიდგომა ჰქონდა ესეთი, რომ არ გავსულიყავით არაფერზე გარეთ. ანუ უნივერსიტეტის ძალებით. მხოლოდ უნივერსიტეტის ძალებით შემოვიფარგლეთ და მე ვიტყვი რომ აი კულტურულმა ღონისძიებამ რაც თეატრში ჩატარდა ყველაზე აი ესე რთული მაყურებელიც კი ფეხსიათგმით ტაშს უკრავდა და ეს ღონისძიება ჩვენმა უნივერსიტეტელებმა გააკეთეს ზუსტად ქალბატონი თამარი ხელმძღვანელობდა ამ საქმეს და როდესაც რამაზ კუბლაშვილი ყავს უნივერსიტეტში მე ვისთან უნდა წახვიდე და ვინ უნდა მოძებნო და ვის უნდა უთხრა და როდესაც ესეთი ხალხი ყავს ეს შემოგვიერთდა ხელოვნების ეს კორიფეები ნამდვილად ყველა ერთმანეთზე უკეთესი ადამიანები ხა ბატონი ლაშაკიდე რაც ლასკალაში აქ ნამღერი და ხა რას მეუბნე ასეთი ხა და სხვათა შორის რამდენიმე რექტორმა მითხრა თან ისეთმა რექტორებმა რომლებსაც ჩათვალეთ ნახევარი მსოფლიო კი არ შემოვლილი აქვს სეპირად რო იციან და მეტიც და ესო თქვენი ძალებით გააკეთება. ანუ მაღალი შეფასება. ძალიან. ისო მარტო თქვენი კი მე
მეუთხარი მარტო ჩვენი ანუ ძალები. კულტურული თვალსაზრისითაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თავის სათქმელს ამბობს და მე მახსოვს რომ ამ ტრადიციაში ჯერ კიდევ 10 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. ეს არის 33 წლიდან. ეს შემიძლია რომ თქვა და ამ ტრადიციებზე არა მარტო ჩვენ უნივერსიტეტში, არამედ ტექნიკურ უნივერსიტეტშიც და ყველგან იყო უდიდესი ტრადიცია ამის და რო გაერთიანდა მე მით უმეტეს ძალა გაერთიანდა და უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცა ბავშვებს წარმოაჩინონ დღევანდელ პირობებში მით უმეტეს და ბატონი გია ხოფერია ხელმძღვანელობს კიდე ლიტერატურულ წრეს. აქ ისეთი ნაშრომები იწერება, ისეთი განხილვები მოდის, რომელიც პარაოდ ცნობილ მეცნიერსაც კი ჩააფიქრებს, თუ ეს სტუდენტებმა დაწერეს და სტუდენტებმა გააკეთეს და ჩვენ სხვათა შორის 80 წლის იუბილე როდესაც გავაკეთეთ ბატონი ტარიელ ხარხელაურს, ესე ჩვენი ძალებით გავაკეთეთ. აბსოლუტურად. სულ სხვაგვარ ფორმატში გაკეთდა მარტო ბატონი ტარიელის ლექსების აკითხვა და ბიოგრაფიული მონაცემები კი არ იყო. ამ ლექსების ანალიზი იყო წარმოდგენილი მაგისტრების მიერ. და ბატონი ტარიელი თვითონ აღფრთოვანებული უსმენდა ამ უდიდესი ჩვენი თანამედროვე პოეტი, რომელსაც უსმენდა და აღფრთოვანებული იყო, მსგავსი რამ არ მომისმენიაო. ეს რა გააკეთეთო და აი ესეთი მიდგომა ყოველთვის იქნება. ბატონ შალვა, ბოლოსკენ მივდივარ და მაგისტრატურის შესახებ აუცილებლად გითხარით, არ გამომრჩეს. მაგისტრატურაც ყველგან აქვს. დიახ, ანუ დარჩა. რა თქმა უნდა, რაც ქვია დარჩა. ანუ ეხლა ყველა კითხვას ვამენ, როგორი იქნება მაგისტრატურა, იქნება 1+1 სისტემით, ანუ რას ნიშნავს? დიახ. თუ კი ადამიანს უნდა მეცნიერებისკენ გზა გაიკვლიოს კიდე და დოქტორანტურაში გააგრძელოს და ასე შემდეგ, მეორე წელი აუცილებლად უნდა დაამთავროს. ანუ 2 წელი უნდა ისწავლოს მაგისტრატურაში. მაგრამ თუ უნდა პროფესიაში დარჩეს მარტო და მეცნიერებაში, მაშინ 1 წელი იქნება მაგისტრატურა. მაგრამ შეიძლება თქვათ, ეხლა წელს ვისწავლე 1 წელი და მერე წავედი პრაქტიკაში. მერე ისევ დამებადა აზრი, რომ მინდა მეცნიერებისკენ წასვლა და ანუ მინდა ესე. ანუ ესეც იქნება. ანუ მას უკვე თავიდან კი არ მოუწევს ჩაბარება, არამედ გააგრძელებს მეორე კურსიდან და აი ესეთი ვარიანტები არის და ყველა მიმართულებით გვაქვს მაგისტრატურა გვექნება. გასაგებია ეს შესაძლებლობაც ექნებათ ჩვენ სტუდენტებს და იმ ადამიანებს, ვისაც მაგისტრატურა ხარისხის ცენტრთან მქონდა ну საქართველოს უმაღლეს სასწავლებლების ყველასთან იყო ეს შეხვედრა ონლაინ შეხვედრა ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული და ხვალაც გაგრძელდება ეს შეხვედრა და ყველა კითხვა რაც კი იქნება უკვე ამოწურულად გვექნება ყველაფერი. გასაგებია ბატონ შალვა, ჩვენ კი მივუახლოვდით გადაცემის დასასრულს და მე ყოველთვის ვიცი თქმა რომ თქვენ სათქმელი ბევრი გექნებათ, თუმცა ბევრი დრო გავიდა და ისე გადის დრო, სულ ვამბობ რომ ვერასოდეს ვერ ვატყობთ დროის გასვლას, მაგრამ მთავარი მინდა გითხრათ. წლების წინ ისე სხვათა შორის სპორტშიც კარგად თავართ. კი, ვიცი რომ სპორტშიც ძალიან კარგად და წარმატებულად ვართ. ბატონ შალვა, წლების წინ, როდესაც მე თქვენთან სტუმრად მოვედი თქვენს ოჯახში, ჩვენ მეზობლებიც ვართ და სხვანაირად ახლობლებიც, მაგრამ იმ შემთხვევაში მოვედი როგორც 7 დღის რედაქტორი და ვაკეთებდი ძალიან კარგ სიუჟეტს თქვენი ოჯახის შესახებ. მაშინ რექტორი არ იყავით, მაგრამ საკმაოდ წარმატებული იყავით თქვენს საქმეში, უნივერსიტეტში და ძალიან გვინდოდა და გთხოვეთ რომ ჩვენთან სტუმარი ყოფილიყავით, ასე ვთქვათ, ჩვენი გადაცემის. როდესაც შემოვედი თქვენთან ოჯახში, პირველად რამაც თვალი მომჭრა ულამაზესი ქალბატონი, რომელიც გვიცქერდა ერთ-ერთი ლამაზი სურათიდან
დახატულია ეს სურათი. ეს არ არის სახიდან დახატული. ეს არის ფოტოპორტრეტიდან დახატული, ჩემმა მეგობარმა დახატა. მაგი მაშინაც, დიახ და მე რა მინდა რომ ვთქვა, ულამაზესი ქალბატონი, თავისი ულამაზესი ტრადიციებით, რომელიც მან დატოვა უნივერსიტეტში და დღესაც ძალიან კარგად იხსენებენ და ვფიქრობ რომ ყოველთვის გაიხსენებენ. ყველაზე კარგი რაც გააკეთა მან აღზარდა შალვა კირთაძე და არაერთი ადამიანი, იმიტომ რომ თქვენ მხოლოდ პიროვნება არ ხართ, ამ შემთხვევაში ხართ უნივერსიტეტის რექტორი, რომელმაც ძალიან ბევრ საქმეს დაადგით თავი. დიახ, აუცილებლად. ხოლმე დროში სამართი და დედა არის ჩემთვის ყველაფერი. თავიდან ბოლომდე და არა მარტო ჩემთვის ყველასთვის ალბათ ესეა თუ და 93-ში დავიწყე მუშაობა უნივერსიტეტში და დედა 5 წუთით ადრე ამთავრებდა თურმე ლექცია შეიძლება ზოგჯერ 10 წუთითაც რომ მოესმინა მისი შვილი როგორ ატარებდა და კარებთან მელოდებოდა და ესე შემდეგ როგორი შეფასება იყო ხოლმე ჩვენ თან დედა ისე მოულოდნელად გარდაიცვალა აი რო იყვნენ წამში 98 წლის 30 აგვისტო იყო ესა ეზოს გვიდა დედა და უცბად ცუდად შეიქმნა და ყოველგვარი წინა მოასწარით თქმარი სითქმაც გინდოდათ? აბსოლუტურად ვერაფერი ერთადერთი ის აი ხელოვნურს უთქვას მეუტარებდი მაშინ დედას რომ ის გადამერჩინა ჩემი ჭკუით. რას ეტყოდით ბატონ შალვა დღეს დედას? მადლობას პირველ რიგში. ერთ რაღაცას ვიტყვი, ჩვენი სოფელი დედული არის მარტვილის რაიონის სოფელი ლეხაინდრავა. და მთელი ბავშვობა მე იქ მაქვს გატარებული. იმიტომ რომ აქ დედა და მამა იყო სახლში, მეტი არავინ და ესე რომ ვთქვათ, დამტყუებელიც კი არ ყავდა. არავინ ესე რომ ვთქვათ და უნივერსიტეტში ამბობდნენ რომ ნანული ჯიქიამ შვილები ტელეფონით გაზარდავა. თან მაშინ ხო მობილური არ არსებობდა და ასე შემდეგ და კარგი აღზრდა ცოდია ტელეფონს ბატონო შალვა. და რომ მოვდიოდით 5 წლის ვიყავი მაშინ და ილიას სიტყვები იყო დაფასე დაწერილი კაცადმა შეხარ საკები თუ ეს წესი წესად დარგე ყოველ დღესა შენს თავს კითხვა აბა დღეს მე ვის რა ვარგეო და აი მაშინ 5 წლის ასაკში მასალა 5 თუ 6 მაქსიმუმ მეტი არა და თან მითხრა შვილებს ყოველთვის გახსოვდეს. და ამის გაკეთების თავი ქონდესო და მე შემიძლია უთხრა რომ მე მინდა რომ ეს ყოველთვის მახსოვდეს და მახსოვს. გასაგებია და კიდევ ერთი კითხვა. როგორ ფიქრობთ, რას გეტყოდათ დედა დღეს? ალბათ მაგოცებდა შუბს. ძალიან კარგი. მადლობა. მადლობა თქვენ, რა თქმა უნდა, ისეთი ნოტა ვაჟკაცი, რომელიც სვაცნებლიანი ზის ახლა ეთერში შეუვალი ბატონი შალვა კირთაძე, რომელიც აზაზარებს თელს უნივერსიტეტს, მაგრამ დედა მაინც დედის ხსენების დროს თვალებით ცრემლებით აერსო. ჩვენ სულ სხვა დამოკიდებულებას, სხვა ის ქონდა საჭირო ოჯახში ვიყავდა 4 დედა, მამა, მე და ჩემი ძმა და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი მომენტები იყო. მეორე კლასში რო ვიყავდი, ჩემი ძმა ბაღიდან მე მომყავდა. დედას არ ეცალა და მამას ხო და სხვათა შორის დედას უჯექი სკოლის მოსწავლეც რომ ვიყავი და ისა და ყოველთვის უსმენდი მის აბიტურიენტებს ხომ მიცადინებდა და ესე რომ ვთქვათ, ქართული სადმი ჩემი დამოკიდებულება და ზოგადად საქართველოს მიმართ და საქართველოს ისტორიის მიმართ ეს არის თავიდან ბოლომდე დედაჩემი. და ეს ამას მე ყოველთვის ვამბობ, ყველა მიცის ეს და ეს ჩემი საფიცარი ყოველთვის პირველ რიგში დედაჩემია. ძალიან კარგი სამაგალითო ხართ ბატონ შალვა და მე ვფიქრობ, რომ კარგი შვილის აღზრდაში ნამდვილად ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის დედას. მამას მაინც ხვავალი აქვს, სხვა საქმე აქვს
და თუ კი კარგი შვილი აღუზარდა. პირველ რიგში დედა. სამშობლოს, რა თქმა უნდა, ეს არის დედის იმიტომ აქვს ვაჟას ის გენიალურად ნადგომი. დიახ. ლამაზად შვილის გამზდელი დედამიწ მიაღმერთა და კი ბატონო. მსგავსი შედარება, მსგავსი ეპითეტი არ შეიძლება. რა თქმა უნდა. და ამის დამწერილებლად სხვაც ვერ იქნება. აბსოლუტურად გეთანხმებით. საუკეთესო დედი, საუკეთესო შვილი ხართ, ბატონ შალვა. მადლობა დიდ. წარმატებები მინდა გისურვოთ, ძალიან ბევრი წარმატება და მე ვიცი რომ კიდევ არაერთხელ იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენს ტელემაყურებლებს მოსვლა ტელევიზიაში ნამდვილად ძალიან ვიხარია, როდესაც მოთ აღნიშნავ დამოკიდებულებას, რომელიც მე პირადად სიამოვნებას ვქრის, იმიტომ რომ ესეთი პროფესიონალი ადამიანები, ესეთი ადამიანურად ადამიანები სამწუხაროდ ბევრი არ არის და ეს არის ცუდი. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ ყველაფრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. თქვენ საყვარელ უნივერსიტეტთან და ოჯახთან ერთად, იმიტომ რომ თქვენ ორი ოჯახის მფლობელი ხართ, ორი დიდი ოჯახის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე და ამავე დროს საუკეთესო პიროვნება და ადამიანი და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს ქალბატონებს, საქართველოში მცხოვრებ ქალბატონებს და სრულიად დედამიწაზე მცხოვრებ ქალბატონებს მივულოცო გაზაფხულის შემობრძანება 3 მარტი დედის დღე და ჩემს დედიკოს მინდა მივულოცო დედი გილოცავ. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე სამშაბათს ზუსტად 19 საათზე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის. ნიშნულოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად.